თავი 33. უთხრა უფალმა მოსეს. აიყარეთ აქედან შენ და ეგ ხალხი, ეგვიპტიდან რომ გამოიყვანე და წადით იმ ქვეყნისკენ, რომელიც აღუთქვი აბრამს, ისაკს და იაკობს, შენ შთამომავლობას მიცემ მეთქი. ანგელოს წაგიმძღვარებთ წინ და ავყრი ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს. იმ ქვეყნისაკენ, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი. მე აღარ ვივლი შენ შორის, რადგან თვით რჯული ხალხი ხარ და ვაი თუ მოგსპოთ გზაში. მოისმინა ხალხმა ეს ავი სიტყვა და იწყო გლოვა. არავის გაუკეთებია სამკაული. უთხრა უფალმა მოსეს. უთხარი ისრაელიანებს. თვით რჯული ხალხი ხართ თქვენ. ერთი წამითაც რომ გავიარო თქვენ შორის მოგსპობთ. მოიხსენით სამკაულები, მე ვიცი როგორ უნდა მოგექცეთ. მოიხსნეს ისრაელიანებმა სამკაულები ხორების მთიდან. აიღო მოსემ კარავი და დაიდგა ბანაკს გარეთ, ბანაკის მოშორებით და უწოდა სათხესასწაულო კარავი. ყველა ვისაც კი რამე სათხოვარი ქონდა უფალთან, მიდიოდა სადღესასწაულო კარავთან, რომელიც ბანაკს გარეთ იდგა. როგორც კი წავიდოდა კარვისკენ მოსე, ადგებოდა მთელი ხალხი და თავთავისი კარვის შესასვლელთან გაჩერდებოდა ყველა. შეყურებდნენ მოსეს, ვიდრე კარავში არ შევიდოდა იგი. როგორც კი კარავში შევიდოდა მოსე, ჩამოეშვებოდა ღრუბლის სვეტი და დადგებოდა კარვის კართან. მაშინ დაელაპარაკებოდა უფალი მოსეს. ხედავდა მთელი ხალხი ღრუბლის სვეტს კარვის შესასვლელთან აღმართულს. ადგებოდა მთელი ხალხი და თავთავის კარვის შესასვლელთან სცემდა თაყვანს. პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. მისი მსახური იესო ნავესწე ყმაწვილი კაცი არ შორდებოდა კარავს. უთხრა მოსემ უფალს. აჰა შენ მეუბნები დასძარიოს ხალხი, მაგრამ არ გაგიმხელია ვისაგზავნი ჩემთან ერთად. ეს კი მითხარი სახელით გიცნობ და მადლიც გაქვსო ნაპოვნი ჩემს თვალში. და თუ მართლაც მადლი მიპოვნია შენს თვალში, მასწავლე შენი გზა და მეც შეგიცნობ, რომ მადლი ვპოვო შენს თვალში. იცოდე რომ შენიერია ეს ხალხი. თქვა უფალმა. მე თავად წაგიძღვები და დაგავანებ. უთხრა მოსემ. თავად შენ თუ არ წაგვიძეხი, ვერ გავალთ აქედან. როგორ მივხვდე რომ მადლი პოვეთ შენს თვალში მე და შენმა ერმა? ხომ იმით რომ ჩვენთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენიერი, ყველა ხალხიდან რაც კი დედამიწის ზურგზეა? უთხრა უფალმა მოსეს. მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ჩემს თვალში და სახელით გიცნობ. თქვა მოსემ. მახილვინე შენი დიდება. თქვა ღმერთმა. ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და მოუხმობ უფლის სახელს შენს წინაშე. შევიწყალებ ვინც შესაწყალებელია და შევიტკბობ ვინც შესატკბობია. თქვა. ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი რომ ცოცხალი დარჩეს. თქვა უფალმა. აჰა ადგილია ჩემთან. დადექი კლდეზე. როცა ჩავივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში მეყოლები და ვიდრე არ ჩავივლი, ხელი მექნება შენთვის აფარებული. როცა ხელს მოგაშორებ, ჩემს ზურგს დაინახავ, პირი კი უხილავი იქნება.